მოგწონთ თუ არ მოგწონთ, დაგვიანებულია თუ არა, ეს მეორე საკითხია. ყველა ვგრძნობთ, რომ მარყუჟი კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე. ზუსტად ამითაა გამოწვეული მათი ლიდერების სწრაფვა თავისით შეასწრონ ციხეში იმის მოლოდინში, რომ ამას აკმარებს ოცნების ხელისუფლება. თანაც ისიც ზედმიწევნით კარგად იციან, რომ მიშას დილეგის ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი, სუფთა თეთრეული, სატელეფონო უზრუნველყოფა, ადვოკატის ვიზიტები, საოჯახო პაემნების ნომერი, სამედიცინო მომსახურეობა, მრავალარხიანი ტელეპროგრამები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და გემრიელი კვება დახვდებათ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოცნების რეფორმატორთა გუნდმა უარი თქვა ლიბერალურ მიდგომებზე მტრებთან და იმის დასადასტურებლად, რომ საქმე ამჯერად ბოლომდე მივა, საკუთარი რიგების წმენდაც დაიწყო. ამ რიგებში კი დიდი ხანია ბუდობენ ნაცებიც, მათი სატელიტებიც, ჩინოვნიკებიც, რომლებიც შვილებთან ერთად არარუსულ კანონს მიტინგებზე ყელყელაობდნენ. მოკლედ, ისეთებიც და ასეთებიც. ვფიქრობ, ამ პროცესის კულმინაციას აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ. მომწონს ახალი ტაქტიკა. საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძე, მხოლოდ წინ. უკან საქართველოა სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში. იმის გათვალისწინებით, რომ ციხე ჰილტონს დავამსგავსეთ, მავანდ კი მალე ქუჩაში არ გაესვლებათ, ვშიშობ, იქით სიამონებით გადაბარგდებიან. წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.